მშობელს შეიძლება ჰქონდეს 1, 2 ან 3 ფესვი, მაგრამ ეს წესი მკაცრად არ არის დაცული. ასევე კბილის ფესვების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული არხების რაოდენობა. შესაძლებელია ჰქონდეს გაცილებით მეტი არხი, ვიდრე ფესვებია, ამიტომ ენდოდონტიური მკურნალობის დროს აუცილებელია ყველა არხის მოძებნა და დამუშავება როგორც ინსტრუმენტულად, ასევე საირიგაციო ხსნარებით. განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და აუცილებელიცაა, რადგან ფესვებში არსებული ანთებითი პროცესი ალაგდეს. ეს პროცესი შესამჩნევია თვითონ პაციენტისთვის, როდესაც ღეჭვის ფუნქცია ირღვევა. მაგალითად, აქვს დაჭერაზე ტკივილი, უჩივის ძველი ფშენის ამოვარდნას და ასე შემდეგ. ან შესაძლებელია ეს პროცესი მიდიოდეს უსიმპტომოდ. პაციენტი ვერ ამჩნევდეს ამას და შემდეგ რენტგენოლოგიური დათვალიერებისას აღმოჩნდეს შემთხვევით. ამ დროს დაინფიცირებული არხების ხელახალი გახსნა და ირიგაცია ხდება. ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ რეკომენდირებულია აღნიშნული კბილის მიდამოში მოერიდოს პაციენტი აქტიურად ღეჭვას, რადგან ტკივილის არსებობა 12-დან 24 საათის განმავლობაში ნორმალურია. ერთი კვირის ვადაში კი ყველანაირი სიმპტომი ქრება.